ქვეყანაში საჯზაო უსაფრთხოების მიმართულებით პირველი პრობლემა სიჩქარის გადაჭარბებაა. ამის შესახებ საჯზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში გაეროს გლობალური საჯზაო უსაფრთხოების მერვე კვირეული იმართება, რომლის მთავარი თემაა ფეხით და ველო გადაადგილების უსაფრთხოება. ირაკლი იზორიას განცხადებით, ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად მატულობს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება ამ პრობლემაზე გამახვილდეს. ბოლო პერიოდში 2024 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, სტატისტიკა გაზრდილია სიჩქარის გადაჭარბების მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ 2023-ში 95 ადამიანი გარდაიცვალა ფეხით მოსიარულე და 3 ველოსიპედისტი, ხოლო 2024-ში 101 ადამიანი გარდაიცვალა ფეხით მოსიარულე და 3 ველოსიპედისტი. ანუ ფაქტიურად ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად იმატებს. მინდა რომ იგივე ეს გარდაცვალების ფაქტები შემცირდეს იმ ჩარევებით, რა ჩარევებიც არის გზების უსაფრთხო დიზაინის მოწყობა, იგივე მეტი გადასასვლელები ფეხით მოსიარულეებისთვის და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნა. თუმცა ამავდროულად აქვე მინდა ვთქვა, თვითონ ფეხით მოსიარულეებისთვისაც მნიშვნელოვანი არის სოციალური კამპანიები აწარმოოს ქვეყანამ და სახელმწიფომ, რადგან არა მარტო მძღოლი, არამედ ხშირ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეც არის დამნაშავე, როცა იგი არასწორად გზაზე გადადის, არ ემორჩილება საგზაო მოძრაობის წესებს, ამიტომ ეს თანაზიარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს მძღოლსა და ფეხით მოსიარულეს შორის. გაზრდილი არის დაშავებულობის მაჩვენებელი, კერძოდ ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობა გაიზარდა სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული საგზაო შემთხვევები, ანუ პრობლემები მაინც არსებობს და იზრდება და ზუსტად ამიტომ არის რომ ჩვენ ყოველთვის მოუწოდებთ ამ სიჩქარის მენეჯმენტისკენ და კონტროლისკენ პირდაპირ არის მიბმული სიკვდილიანობაზე საქართველოში და როგორც გლობალურად ასევე ჩვენთან საქართველოში. გამომდინარე იქიდან რომ არა გვაქვს სიჩქარის ესე რომ ვთქვათ სწორი ლიმიტები, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის 60 კმ/სთ ურბანულ დასახლებაში ქალაქის შიგნით, ყველგან არის 50, ჩვენთან 60-ია, პლუს 15 კმ/სთ კიდე საპატიებელი გარემოება არის და 75 გადაადგილება წარმოუდგენელია, ასევე სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე ქულები არ აკლდება მძღოლებს, რაც ძალიან ცუდია და კოლოსალურ თანხებს იხდიან ადამიანები და მაინც აჭარბებენ და მაინც ჩქარა დადიან. ანუ ყველაზე პირველი პრობლემა, რაც ქვეყანაში გვიდგას, ეს არის სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები.